ობარი. წიხლით მამით და თობარი. წავიდა 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 ობარასტრაკი დაერღვა. აჩუაჩუ ცხენო, საით გაგაჭენო, ალასანი დიდია, შიგბებერი კიდია, აბა მოიდა მგუდველა. აუ გამიშვი მერაბი არა ნორმალური ხარ. გეყოფა ბიჭო, გაგი მარჯვნია. გახედე ბიჭო, თედება, კარგი დილად გება, მამილოცე სულ ყველაბა გულს მამეფონება, გაიხარე ძმა. აბა დაყაჭე ვის დედას მოუალესო პორტუგალურად და რუსეთობებისა. ჩემსას არა და გასწრია სულ ყველას პატრონი. გაიხარე ალეკო, ხედავთ რა დავაკატლეთ იმინა მასტი. ალადეც მერაბია. აი შეგერასვალე. ეს არ გაცვია ბიჭო, შენ კასტომი. რავა ყველას მე უნდა გასწავლოთ ეჩაცმა და ხურვა. ეგა ხო გაგიტყავე ობარადა. მაგის ტყნავს გადავიცო მემწუთში. მეიხედეთ ბიჭო და მეღალა ხელი. ახლა გეიღიმე და აქიდან ვანში წაგემძღვანიებ. ბჟიტი უნდა გაჭამოთ ყებალში დამრჩვალი. რაო ბიჭო მოგენატრა ვანური პადლეცი. ლაო ბიჭო ობალი, ხვალ გიჭილს ლამე. არაფერი ძმა გამლახენ უკვე. საქართველოს გაუბარ ჯოს. ვანსა გაუბარ ჯოს. ქართველობას გაუბარ ჯოს. რა ჯოს ბიჭო ეკალი მაყრის მაგ სახელზე. ძალიან ამიხარიათ რომ დღევანდელ 4 ბრძოლას დაესწრო პრეზიდენტი, რომელიც აქიდან დაუპატიჟე ჩემთანა ვანში დეიდა მელანოსთან ერთად, და ისეთ ვანურ ბჭადებს გადავაზელავ რომ სულ დავავიწყებ ილობასკსა. დავათრობ არხეინა და გაუშლი ჩემი ვანის ზალაში ქვეშაგებსა, მუთაკასაც ამოუდებ დონდორა თავქვეშ და რავი ძმა, პატიცება ჩემზე იყვეს. აბა მერაბია, რა უთხარი შენ პრეზიდენტს თუ საიდუმლო არ არის, რასაკვირველიათ, ხალხს უნდა რომ გაშიფროს აგრეთ თქვა თქვენი დიალოგი. შავე კითხე რუსეთს რა თქო და რაც მინდოდა ის მიპასუხა. არ მიპასუხებდა და მაგის პარიქს ჩავიტანდი ვანში ციალას სალონში. გაიხარე მერაბია, რა ვარც ამ ხაბარს ისავ, სულ მასე პატრიოტულად დაგეცვა შენი სამშობლო და ახლა გითხარი ასე გრანდიოზულად რაფერ მოახერხე ომარის დალახვა. ახლა თუ სიმართლე გვინდა შალვამ დამეხმარა ძალიან. შალვა რომ კარდახობ და იმან გამიოლა თუ არა, ისე არ ვიცი ახლა ღმერთმა უწყეს.